დღეს მიკროფონთან იქნება ყველაზე უსუსური არსებების ექიმი. ბავშვები, რასაც უძლებენ, ხშირად მithქვამს, რომ ეს არ შეუძლია ძალიან ბევრი დიდს გაუძლოს. რამხელა გადაგირჩენია, ყველაზე პატარა. საქართველოში 600 გრამი, ამერიკაში 495. ორივე ბავშვი ცოცხალია. სხვათა შორის ორივე ბავშვი ცოცხალია და ორივე ძალიან კარგი ბავშვია. ძალიან ბევრი ბავშვი გადავარჩინეთ. სიკვდილების მაჩვენებელი 14%-დან ჩამოვიყვანეთ 3.4%-ზე. ნოფხოლმე, რომ აი როდესაც მშობელი ტირის და უჭირს მშობელს, ხო ძალიან ვიკავებ თავს, რომ მეც არ ვიტირო. ყველა წარუმატებლობასთან ჩვენი ნაწილი მიდის და ჩვენი ნაწილი კვდება. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი ექიმი მიკროფონთან და დღეს მიკროფონთან იქნება ადამიანი, რომელიც არის ყველაზე უსუსური არსებების ექიმი. ხო, ბევრი წარდგენის გარეშე ექიმი ნეონატოლოგი ურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო სოლომონია იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნინო, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო რომ დღეს ჩვენთან მოხვედი და ველოდი ამ დღეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დიდხანს მქონდა მოლაპარაკებები რომ ყოფილიყავი ჩემი სტუმარი. ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ და მადლობა რომ დრო გამონახე ამისთვის. ხო, ჩვენ დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობ და ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზია რომ შენთან დაკავშირებით. Disney-ის მულტფილმი კონკი გახსოვს? იქ არის Fairy Godmother, რომელიც არის ფერია და აი რაღაცნაირად ჩემთვის ხარ ეს პერსონაჟი, იმიტომ რომ მე ვიცი რა შენი კლინიკური მიღწევები, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ბავშვი გადაგირჩენია, ისეთი ბავშვი, რომელსაც ფაქტობრივად სიცოცხლის შანსი არ ქონდა საქართველოში დაბადებული ბავშვი. და მადლობა ამისთვის. ეხლა რამდენი ბავშვი გელოდება რომ დატოვე კლინიკა შენთან? 27. 27 ბავშვი. ამდენ ძიმე ბავშვები არიან. უპირველეს ყოვლისა მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. მე არ მიყვარს გადაცემებში სიარული, მაგრამ ვერაფრით ვერ გეტყოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატივს გცემ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის, რაღაცა ძალიან უხერხულია. ეს არის ჩემი საქმე. არა, ვიცი რა არის, მე გადაპრანჭვის გარეშე ვთქვი ეს, იმიცი რატო ვამბობ ამას, რომ გიცნობ ეხლა და ყველა ეხლა ვიღაც იტყვის რომ თუ თავისი მეგობრები მოყავს პოდკასტში, მაგრამ ესია რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ხარ. ხო, არ ვიცი რამდენად მაგარი ვარ, მაგრამ მადლობა. კი, ნამდვილად საბედნიეროდ ჩემ დეპარტამენტში ეს მე მარტო არც ერთი ბავშვი არ გადამირჩენია. მარტო მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ჩემს უკან დგას წარმოუდგენელი გუნდი. კი, მის ფორმირებაში მეც ჩემი წვლილი მაქვს მიღებული. ეს არ არის რომ მე იქ მივედი და არავინ არ დამხვდა, იქ დამხვდნენ ადამიანები. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩემ ხელში გამოიზარდნენ ახალგაზრდა ექიმების და ჩვენ რაღაცა შევკარით ეს გუნდი არსებული ხალხისგან, ახალი ხალხისგან და ეს ყველა ბავშვი, რომელსაც ვეხმარებით, არის აი ამ გუნდის არა მარტო ექიმების, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ექთნების წარმოუდგენელი შრომის შედეგი. ჩვენ ზოგადად იმით განსხვავდებით სხვა მსგავსი ტიპის განყოფილებებისგან, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ამ ქვეყნის ყველაზე ასე ვთქვათ რთული სამედიცინო დაწესებულების. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იმ საავადმყოფოს ნაწილი, სადაც თავს იყრის ყველაზე რთული პათოლოგიის მქონე ახალშობილები. საუბედუროდ არ არის იმის საშუალება, რომ ჩვენ ყველას დავეხმაროთ და ყველას გადავარჩინოთ. ამას აქვს თავისი მიზეზებიც და თავისი ახსნაც. რაღაცეები არ გამოდის, იმიტომ რომ უბრალოდ რთულია ამ ქვეყანაში ყველაფერი გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ყველაზე მაღალ განვითარებული ქვეყანა ამ კუთხით და ნეონატოლოგია ძალიან ძვირი დარგია, ძალიან რთული დარგია და ის სხვა დარგებთან შედარებით ახალგაზრდა დარგია, 30-40 წლის დარგია და ყოველწლიურად და ყოველ 5-10 წელიწადში რაღაც წარმოუდგენელ ნაბიჯებს დგამს ეს დარგი, იმიტომ რომ როცა ვითარდება მედიცინა, ეს დარგიც ავტომატურად საოცარი სისწრაფით ვითარდება. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ ამ წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრი ბავშვი გადავარჩინეთ, რომლის გადარჩენა ჭირდა ადრე, ან ვთქვათ, ძალიან ბევრ სხვა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამას მარტო ციფრით ვიტყვი მე, მეტი არაფრით. ჩვენ 10 წლის განმავლობაში სიკვდილების მაჩვენებელი 14%-დან ჩამოვიყვანეთ 3.4%-ზე ჩვენს განყოფილებაში. ეს არის ციფრი, ეს არ არის
რაღაცა ეს არის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ეს მონაცემი არ არის ნული არ არის არც ერთ ქვეყანაში. და იმ ბავშვებს, ვისაც ჩვენ ვერ დავეხმარეთ, სამწუხაროდ მათთვის ვერაფერი ვერ შევძელით და ისინი ამ სტატისტიკის ნაწილი არ არიან და ეს არის ის, რაც სულ დაგვაქვს ჩვენ. ეს არსად არ მტოვებს მე არც ერთი წუთით. ის ბავშვებიც კი, რომელიც ვიცოდი, რომ შანსი გადარჩენი შეიძლება ძალიან ცოტა იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ იქ დავმარცხდით, ჩვენ იქ ვერაფერი შევძელით, მაგრამ შენ გადაცემა დაიწყე ერთი სიტყვით, რომ ნინო არის ყველაზე უსუსური, ასე ვთქვათ, ადამიანების, პატარა ადამიანების ექიმი. მე შეგეწინააღმდეგები ეს ბავშვები, რასაც უძლებენ, მე ხშირად მithქვამს, რომ ეს არ შეუძლია ძალიან ბევრ დიდს გაუძლოს, იმიტომ რომ მე აი ამ წუთში მიწევს ბავშვები, რომლებსაც აქვთ რამოდენიმე პრობლემა ერთად, რო არის დღენაკლი მაგალითად, დაბალი წონის, უმწიფარი, განუვითარებელი და თან 2 ან 3 ორგანოს თანდაყოლილი მალფორმაცია აქვს. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ზრდასრულმა ორგანიზმმა ამდენ პრობლემას გაუწოს. ანუ მათ საოცარი რესურსი აქვთ რაღაცის. აი შოკის მომგვრელი, ასე ვთქვათ, შედეგი შეიძლება დადგეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იფიქრო, რომ აი ამდენის გადატანა ამ პატარა ორგანიზმს როგორ შეუძლია, მაგრამ ძალიან ესეთი მე ვიტყოდი ყველაზე პატარა და ყველაზე მებრძოლი არსებები არიან და ხო, უსუსური რატო ვახსენე, იცი რომ შეხედავ აი მე მესმის ეს რა მე მესმის ეს რა აბსოლუტურად ის კანი არ არის კარგად განვითარებული ვერ გეუნება რა ტკივა საერთოდ ხო ვერ ჭამს სითბოს ვერ ინარჩუნებს ყველაფერზე ერთი და იგივე რეაქცია აქვს ხო ძირითადად თუ მას თავი აქვს ამის რო იტიროს და როცა ტირილის თავიც არ აქვს არაფერზე არანაირი რეაქცია არ აქვს ხო მაგრამ კი მესმის ეს რაც მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი მებრძოლი ბავშვები იცი რა მინდა ბრძოლაზე გამახსენდა და კიდევ ერთი შენი შტრიხი მინდა რომ მაყურებელს გავაცდო რომ შენ ხარ ძალიან უკომპრომისო ადამიანი. აი, როდესაც ბავშვის გადარჩენას ეხება საქმე, აი მართლა ხანდახან მგონია ხოლმე რომ თა შეგიძლია მოგლიჯო და ნებისმიერ ადამიანს შეეწინააღმდეგო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე რო დაგიდგეს, ბავშვის ინტერესი შენთვის არის უპირველესი და ეს ძალიან მაგარია ნებისმიერი ექიმისთვის. აი ხა ახსენე რომ ჩვენს ქვეყანაში არ არისო რაღაცეები ისე განვითარებული და აი სწორედ აი ამ განვითარებებისთვისაც რომ განვითარდეს ახალი სერვისები დაინერგოს შენ პირადად ძალიან ბევრ სიბრძვით, რაც ეს ხო შენთვის არ გინდა, ეს გინდა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ პათოლოგიებით დაიბადებიან და მათ გადარჩენის კიდევ უფრო მეტი შანსი მიეცემათ და ეს ძალიან მაგარია და ყველა პაციენტზე ბოლომდე იბრძვი. ხო, ეს მე კარგი მასწავლებლები მყავდა საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებმაც მასწავლეს, სადაც ეს დარგი გაცილებით წინ იყო წასული. ძალიან ხშირად ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ეს ადამიანები, რომლებიც ნუ ხა ჩვენს დარგში ითვლებიან ძალიან ისეთ წარმატებულ და ძალიან ცნობად ექიმებთან, უცხოელებზე მაქვს ამ წუთში საუბარი და ასევე ქართველებიც მინდა ვთქვა. ძალიან ხშირად როცა ვსაუბრობდით, სულ მაინტერესებდა, აი ვთქვათ, რაღაცა მეთოდი როგორ დაინერგა, თა რომ ვიცოდი, რომ ეს მეთოდი მათი უშუალო ჩართულობით იყო. და ყველგან რაღაცები ინერგება ძალიან დიდი წინააღმდეგობით და ძალისხმევით. არსად არაფერი არ ხდება ესე მარტივად რა. შეიძლება რაღაცები ჩვენზე ცოტა უკეთესად, იმიტომ რომ ხა სადაც უფრო მეტი მატერიალური შესაძლებლობებია, იქ რაღაცები შეიძლება ნაკლები ვთქვათ პრობლემებით, მაგრამ ყველგან ჭირდება რაღაცას დამტკიცება, ყველგან ჭირდება ადამიანებს შენს ირგვლივ ანუ იმის დანახვის უნარი უნდა შეუქმნა, რომ რატო აკეთებ ამას, რომ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, რომ რა შეიძლება იყოს ამისი ეფექტი საბოლოო ჯამში რა. და ამიტომ ეხლა მე ისეთი მასწავლებლები მყავდა, რომ ეხლა იმათთან შედარებით მე ხა ნამდვილად არ გადამიმბრუნებია, მათ ნეონატოლოგია გადააბრუნეს, უამრავი მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ამ ადამიანების დანერგილია და მე უბრალოდ შევეცადე პატარა რაღაცეები, რა შეიძლებოდა შემეცვალა თავიდან შედარებით მარტივად ნაკლები როგორ თქვა ნაკლები
კონფლიქტებით მოდი პირდაპირ ვიტყვი ამ სახელს თუმცა ამ კონფლიქტებსაც არ ერიდები, როდესაც საქმე. არა, არ ვერიდები, ეს ყოველთვის კარგი არ არის. ხა ჩემი ესეთი ხასიათი, რომ ზოგჯერ ვარ საკმაოდ უხეშიც ვიტყვი, როცა რაღაცა ჩემს ვთვლი, რომ აი ამ წუთში ეს მართალი ვარ და ესე უნდა იყოს. თუმცა ყოველთვის შემიძლია მოვისმინო ალტერნატიული აზრი. სულ ჩემთავს ვეუბნები, რომ მოისმინე, რას გეუბნებიან და იქნებ უკეთეს გეუბნებიან და მაგრამ ის რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ამან სიკეთე მოუტანოს ბავშვს, კი, და მე მგონი ეს ყველა ექიმის ვალდებულებაა. ჩვენ იმ რაღაცა ფიცროვდებთ, თუ სამსახურში რომ მივდივართ, ხო? ჩემო მეუღლემიც ეს სახში რომ მივდივარ ხოლმე, ისიც ხო ექიმია და არასოდეს ჩვენ ზედმეტად ერთ ხშირად საუბრობთ ხოლმე რომ რაღაც არის, რომ მისი მძიმე პაციენტი ან ჩემი მძიმე პაციენტი რა, აი რომ ვარჩევთ, ხო? აი შენთან რა ხდებოდა დღეს, ჩემთან ეს ხდებოდა და ესე იცის ხოლმე, აბა დღეს რა შეცვალე ხა? გადაარჩინე ვინმე, ვერ გადაარჩინე, ჩვეულებრივი დღე იყო რა. ეს ისე ხუმრობით, მაგრამ ეს იმას გულისხმობს, რომ რამე გაკეთდა ისეთი, რაც შეიძლებოდა, რომ ვთქვათ, შენ თუ არ იქნებოდი, არ გაკეთდებოდა. ამ ვთქვათ, შენ მიიღე რაღაცაში მონაწილეობა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მოგვეცა შანსი, რომ არა მარტო გვენახა თვალით, არამედ გვემუშავა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში და სამედიცინო დაწესებულებებში, რაც ახლა შეიძლება ყველას არ ქონდეს ესეთი შანსი, ხო? კი, ბევრი კითხულობს, ბევრი აბარებს, მიდის, მაგრამ და მე რაღაც გადავწყვიტეთ, რომ ჩამოსულიყავთ, მე მგონი, რომ აი ეს რაღაცნაირად აქ უნდა გამოვიყენოთ. ხო, იმ სხვა ქვეყანაზე და აქ ჩამოსვლაზე ჩვენ უფრო სლად ვისაუბრებთ, მაგრამ რამე დაკითხო იცი, რომ აი, როდესაც ამბობდი შენ, რომ ყველაზე მებრძოლ პაციენტებთან გაქვს საქმე და აქ ვიქვი ახსენე, რომ ეს ადამიანები, ეს პატარა ბავშვები ხშირად ფერს ვერ გამოხატავენ, ზოგჯერ ტირილის თავიც არ აქვს. აი, მათი ტკივილის შეფასების სკალა არსებობს ნეონატოლოგიაში, როგორ ახდენთ ამ ბავშვების ანესთეზირებას და როგორ ხვდები, რომ ამ ბავშვს იმ მომენტში ტკივა თუ არ ტკივა? კი, საბედნიეროდ ჩვენთვის არსებობს ძალიან ბევრი მაჩვენებელი, რითიც ხვდებით, რომ ბავშვი შეიძლება ტკიოდეს, აწუხებდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა სხვა დარგის ექიმებისთვისაც შეიძლება ცოტა მნიშვნელოვანესი დარგია, ზოგადად ალგოლოგია და ტკივილის მართვა ძალიან პრობლემური დარგია საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი კუთხითაც, იმიტომ რომ ჩვენ კიდე სხვა ტიპის პაციენტებთან გვაქვს საქმე და უმეტეს შემთხვევაში გვაქვს უმწიფარ ორგანიზმებთან საქმე. სულ ვცდილობ ხოლმე, რომ ან ახალგაზრდები რომ მოდიან ჩემთან, სტუდენტები ან რეზიდენტები, ან მშობლებსაც ავუხსნა, რომ პატარა ახალშობილი არ არის პატარა ადამიანი. და დღენაკლული ახალშობილი მით უმეტეს არ არის პატარა ადამიანი, ხო? ჩვენ აბსოლუტურად სხვა ორგანიზმთან გვაქვს საქმე, ამიტომ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს თავისი სკალა, რომელთაც ვაფასებთ. ჩვეულებრივ იქ არის ვიტალური მაჩვენებლები, ეს იქნება გულის ცემის სიხშირე, ეს იქნება სუნთქვის მაჩვენებელი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, რაც შეიძლება რომ იყოს, ვთქვათ, მეტად გამოხატული ტკივილი არ არის აუცილებელი, ხო მე ვახსენე, რომ ბავშვები, რომელსაც შეიძლება ოპერაციული ჩარევა დაჭირდეთ და ჩვენთან წევს 50% ჩემი პაციენტების ყველას ოპერაციული ჩარევა ჭირდება, ზოგს არაერთი. იქ ისედაც ელოდებით ტკივილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად არ აფასო და არ მიხვდე, როდის ჭირდება ბავშვს ტკივილი გამაყუჩებელი და როდის არა, მაგრამ ნებისმიერი манипуляცია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დაკავშირებული ყველაზე მცირე შეიძლება უბრალოდ დისკომფორტი იყოს და მეორე შეიძლება იყოს საკმაოდ მტკივნეული. განათება, აი პირველი რაც მახსოვს, როდესაც განყოფილებას შევედი, რაც ქართულ დღეს ეს არსად არ არის და ისე მიხარია, რომ შეხვიდოდი ახალშობილთა რეანიმაციაში, ყველაფერი იყო ხოლმე გაბრდღვიალებული. ფანჯრები, შუქი და ეს პატარა ბავშვები აბსოლუტური აი ამ კაშკაშა შუქის ქვეშ. და უმეტესობა, რომელიც დღენაკლია, ხო, ისინი სადაც იზრდებიან, იქ არანაირი შუქი არ არის. იქ არის სითბო, სიბნელე, იქ არის რაღაც ესეთი მოგესმის გარემო აბსოლუტურად, რომელიც არის იდეალური მათი განვითარებისთვის. ამიტომ ამას ახლა ამდენ ზიანებას კიდე ემატება უამრავი ხმაური, ჩვენთან ხო ეს უამრავი მონიტორია, რომელიც ზოგი წივის, ზოგი კივის, ზოგი სხვადასხვა პარამეტრებზე ყვა დამყარებული. ემატება ადამიანები, რომლებიც დადიან და სულ აპარაკობენ. ისინი როდესაც ყავს ჩვენ სპეციალურ ყუთებში, რომელსაც isolates თუ კუვეზებს რო ვეძახით, ხო, სპეციალურად სადაც ჩვენ შესაბამის ტემპერატურულ და ტენიანულ გარემოს ვქნით იმისთვის, რომ მათი კანი განვითარდეს ნორმალურად, რომ შესაბამისი სითბური გარემო შევთავაზოთ მათ, რომ დანახარჯი ენერგიის ნაკლები
ჰქონდეთ და ენერგია გამოიყენონ ზრდისთვის და არა გათბობისთვის, ხო, როდესაც ვზრდით ჩვენ მათ. შესაბამისად, აი იმის სწავლებაც კი ექთნებისთვის, რომ კარს რო გამოაღებ, ეს უნდა ფრთხილად გამოაღო და ფრთხილად დაკეტო და ფრთხილად მოკიდო ხელი, ეს არ არის პატარა ნაბიჯი რა, ეს არის ძალიან დიდი რამე. იმიტომ რომ ყველა ექთანი ახალშობილთარიანი მეცეში ვერ იმუშავებს. რომ იქ რაღაცა სხვა სტილის ცოდნა არის საჭირო და სხვა გამოცდილება არის საჭირო. პირველი შოკი, როდესაც მე საზღვარგარეთ და მანამდე საქართველოში ნამუშევარიც ვიყავი, მოვხვდი, როდესაც შევეცადე რომ აი რაღაცა გამესინჯა პაციენტი და მოვემზადე და შევედი მივესალმე ყველას პალატაში და დავიწყე კუვეზის გახსნა, მახსოვს მოვიდა ექთანი და ეს ხელზე დამარტყა და მითხრა რომ ჯერ შენ კუვეს ვერ გახსნი. და ნუ ხა მე ვთხარი აბა ხა ექიმი ვიყავი ახალგაზრდა მაგრამ არა მითხრა ამბავს აქ თავისი მოვლის საათები როცა ჩვენ კუვეს ვხსნით და ვუვლით ამბავს შესაბამისად მაშინ შეგიძლია შენ მოხვიდე არა როცა გაგიხარდება დღის მანძილზე ხო აი რომ ისი გარემო არ დაარღვიო ხელოვნურა რო ყველამ არ გამოაღვოს ის გარემო კივეზები ახსენე და საქართველოს ეხლა არ ვიცი რა მდგომარეობა დიდი ხანი არ გავცნობი ვარ მაგრამ საქართველოს რამდენიმე ათეული წლის წინ ედგა ძალიან დიდი პრობლემა რომ ძალიან ბევრი ახალშობილი თხენაკული ბავშვის გარდაცვალება დგებოდა იმის გამო რომ სწორედ ამ კივეზების ნაკლოვან არ არსებობდა იმ რაოდენობის რეანიმაციული საწოლები ახალშობილი თხენაკული ახალშობილებისთვის რა რაოდენობას დღეს არის დღეს როგორი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით აი ამ საწოლის არარსებობის გამო თუ იღუპებიან ბავშვები არა დღეს არ არის ამისი ნამდვილად და ამაში ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული თუ ადრე იყო როგორც საწოლფონდის პრობლემა ასე იყო ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა და ძალიან ბევრი ადამიანი მე მაგალითად რომ მივედი იაშვილის კლინიკაში სანდრა რულოფის ნაჩუქარი ასე ვთქვათ ტექნიკა ჰქონდათ და იმით ასე ვთქვათ მართავდნენ ახალშობილებს. ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამა, რომელიც ქალბატონი უნდა ვახსენო და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო ბერძულს, ის იყო ამისი ასე ვთქვათ ძირითადი ამ პროექტის ძირითადი სულის ჩამდგმელი. ამან მოიცვა ის, რომ რაღაც სტანდარტი დაიდო ნეონატოლოგიაში, რომ შენ იმისთვის რომ გქონდეს ნეონატალური განყოფილება, რაღაც გარკვეულ საწოლზე უნდა გქონდეს გარკვეული ტიპის ფართი, გარკვეული ტიპის აღჭურვილობა, გარკვეული რაოდენობის აპარატები. ეს აღჭურვილობაც გარკვეულ სტანდარტს უნდა. ესეთი რამე სამედიცინო სფეროში ძალიან ცოტა დარგში არის, აი ასეთი სტრუქტურირებულად დალაგებული, სტანდარტიზირებული. და ამან ერთის მხრივ ძალიან დიდი რამ გააკეთა, იმიტომ რომ დღეს უკვე შენ ვერ ნახავ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელშიც იმართება ახალშობილი, სადაც არ არის ის აღჭურვილობა და ის პირობები, რომელიც არის აი მინიმალურიც კი, რომელიც აკმაყოფილებს და დღეს მინიმალური კი არა, იმაზე მეტია. თუმცა მეორეს მხრივ, ნუ ხა ჩვენ ალბათ რაღაცა მაინც ყველაფერში ესეთი ქვეყანა ვართ, ხო, ადრე იყო და საწოლფონდი არ ქონდა და ეხლა არის, არ ვიცი რამდენი ნეონატალური სამსახური გახსნილი, უამრავი. ხო, უამრავი ნეონატალური სამსახური არის, ეხლა მეტი საწოლია და მეტი ტექნიკაა და იმდენი ახალშობილი არ არის, რამდენიც არის. ხო, იმიტომ რომ აი რატო იცი რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ქვეყნისთვის და სწორედ აი ამ დარგის განვითარება იყო ზუსტად უმნიშვნელოვანესი რამ და მე მართლა მახსოვს, ხო, ანუ რომ ბავშვები იღუპებოდნენ იმის გამო, რომ მათთვის არ იყო საწოლი და ეხლა ხო ვერ გამოაერთებ ვიღაც სხვა ბავშვს, სხვა რა მოიყვან იმ საწოლიდან და ახალ ბავშვს ხო არ ჩააწვენენ. უბრალოდ არ იყო ინფრასტრუქტურულად. და თითო იმაში კოვაში რამოდენიმე ბავშვი ეწვათ, ნუ არ იყო საშუალება და სწორედ მე რო ავსვი რომ ჩვენ თვითონ დეპარტამენტში გვაქვს ესეთი სტატისტიკა, გაცილებით კიდევ უფრო მაღალი იყო ციფრი ქვეყანაში ნეონატალური სიკვდილობის და შესაბამისად, იმიტომ რომ შეიქმნა ამდენი კარგად აღჭურვილი და სტანდარტიზირებული დაწესებულება, რომლებშიც მუშაობენ ადამიანები, უმეტესობას უკვე რაღაცა ტიპის განათლება აქვს უცხოეთში მიღებული და თითქმის აი ნეონატოლოგები ხეთ არა ვართ ბევრი და ყველა ერთმანეთს ვიცნობ, არ არის უკვე ცოტა ნეონატოლოგებში ადამიანი, რომლებიც გავიდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და რაღაც გარკვეული განათლება მიიღეს და დაბრუნდნენ და ეს დაეტყო ჩვენ სამსახურს. შემცირდა ახალშობილთა სიკვდილობის მაჩვენებელი, შემცირდა საწოლდღეების, ასე ვთქვათ, რაოდენობა პაციენტების დაყოვნების მაჩვენებელი ასევე და ის პათოლოგიები, რომლებიც ადრე ან
პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო მათი გადარჩენა, ან უბრალოდ იყო ძალიან ლიმიტირებული ციფრი გადარჩენილი ბავშვების, დღეს გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამ კუთხით. ნინო, ყველაზე პატარა ბავშვი წონით რამხელა ყოფილა შენს კლინიკურ პრაქტიკაში, რამხელა გადაგირჩენია, ყველაზე პატარა? საქართველოში 600 გრამი, ну ახლა 590, მაგრამ დავარქვათ 600 გრამი და ამერიკაში 495 გრამა. მაგარია და ეს რა ორსულობის რა ვადაზე იყო მშობი არ იყო? ის იყო 23 კვირაზე და ეს იყო სადღაც 24, 5, სადღაც 26 კვირამდე. და ეს ბავშვი ორივე ბავშვი ცოცხალია. სხვათა შორის ორივე ბავშვი ცოცხალია და ორივე ძალიან კარგი ბავშვია. ორივე ძალიან კარგი ბავშვი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვისაც ჩვენ ამ გესტაციის ამ ვადაზე გადავარჩენთ. არ ექნება რაღაცა ტიპის გართულებები, რომელიც ახლავს ზოგადად დღენაკულობას და მასთან ასოცირებულ სხვადასხვა პრობლემებს. მაგრამ იმიტომ რომ სწორედ აი არსებობს ბავშვები, რომელიც აი ამას ყველაფერს გამოივლის და მე ჩვენ ერთ დღეს შემოვა შენთან ოთახში, არანაირი უფლება არ გვაქვს, უვიძახი რომ ან არ ჩავატაროთ რეანიმაცია, როცა ვფიქრობთ რომ რეანიმაცია არის სამშობიარო ბლოკში ჩატარებული, ან არ ვმართოთ ეს ბავშვები სათანადოდ და უბრალოდ ხელი ჩავიქნიოთ. მაგრამ მე რომ ბრუნდებოდი საქართველოში, მახსოვს ჩემ ერთ ძალიან ისეთმა ანუ ჩემ პედაგოგმა ამერიკიდან მითხრა რომ შენი მთავარი გამოწვევის არის ინდოეთიდან წარმოშობით, ის ძალიან დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და ძალიან ეხმარება ინდოეთს, საკმაოდ ცნობილი ნეონატოლოგია და მან მითხრა რომ შენი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება რომ მიხვდე რა პირველ რიგში საიდან დაიწყო. და მიხვდე რა შეიძლება გამოასწორო ძალიან მალე და ძალიან უცებ. საიდან დაიწყო მე? პირველ რიგში ეს არ ნიშნავს, ოღონ არავინ არ იფიქრებს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვას არ მიხედო, მაგრამ პირველ რიგში მივხვდი, რომ უნდა დამეწყო ერთი რომ ინფექციის კონტროლით, იმიტომ რომ სეფსისი არის სოფლიოში ზოგადად პირველი მკვლელი და ახალშობილებისთვის პირველი რისკი. ზოგადად ინფექციის კონტროლი და ჰოსპიტალური ინფექციები საქართველოში უდიდესი პრობლემაა. და ეს იყო აი ყველაზე რთული გამოწვევა ჩემთვის. მე არ ვამბობ რომ ჩვენ სრულად დავამარცხეთ მეს, მაგრამ ნაბიჯები ამ კუთხით, რასაც ვდგამდით, იყო საკმაოდ მტკივნეული ყველასთვის, ჩემთვისაც, სამედიცინო პერსონალისთვისაც, ელემენტარული ხელის დაბანა. კი. ეს უდიდესი პრობლემაა დღემდე. ეს არ მოგვარებულა, იმიტომ არა, ეს იმიტომ რომ შენ მარტო არა და ექთანი, რომელიც უვლის და ექიმი. კონსულტანტი, რომელიც შემოდის და ამ ბავშვებთან შემოდის უამრავი ადამიანი. ჩვენ ხო მულტიპროფილურ კლინიკაში ვართ, ჩვენ ხო გვაქვს მულტიდისციპლინური მართვა. ხო, იმიტომ მიყვარს მე ჩემი კლინიკა, იმიტომ რომ მე მეძლევა საშუალება არა მხოლოდ უმწიფარი დღენაკლი გამოვზარდო, რომელსაც შეიძლება ბევრი არაფერი ჭირდება გარდა იმისა, რომ გამოვზარდო და მონიტორინგი ვაწარმოო მისი ყველა სხვა გართულების და ვთქვათ შემდგომი განვითარების. არამედ მე მეძლევა საშუალება ვნახო ყველა ტიპის ასე ვთქვათ, პრობლემა, რაც შეიძლება თან ახლდეს ნეონატოლოგიას და ახალშობილობის პერიოდს. კეთილი. ეს ბავშვები ნეონატოლოგიურ დეპარტამენტში შენთან რო ხვდებიან, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან და დიდი ხნის განმავლობაში მათ შემხებლობა არ აქვთ საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებთან. ყოფილა შემთხვევა, რომ შენს განყოფილებაში არა თავისი დედისთვის, არამედ ექთნისთვის, ან შენთვის, ან სხვა ექიმისთვის ბავშვს დაეძახოს დედა. საბედნიეროდ ისინი ამასაკამდე ჩვენთან არ რჩებიან, საბედნიეროდ. მაგრამ იმიტომ რომ რა თქმა უნდა მათ აქვთ ყველას მშობლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეხება და თუმცა უფრო დიდი ხნის განმავლობაში ხო, მაგრამ ეს არის მხოლოდ რამოდენიმე საათი, ხო? სანამ ისინი, ვთქვათ, მივლენ იმ მდგომარეობამდე, როცა ჩვენ ვთვლით, რომ ისინი უკვე თითქმის მზად არიან გასაწერად, უბრალოდ მშობელს სჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ვთქვათ, მიეჩვიოს, გაითავისოს, მოვლა ისწავლოს და ეს მცირედ ხნით, ვთქვათ, გადადიან პალატაში დედიკოებთან ერთად, მაგრამ ისინი ხო დიდ დროს, ყველაზე მეტ დროს ჩვენთან ატარებენ არა და დედა არა, მაგრამ ჩვენ გრძნობთ ხოლმე, რომ შედიხარ პალატაში, მაგალითად დილით რომ შევდივარ შემოვლაზე და რომ იწევს, რომ მოვიდეს ჩემ. ხო, იმიტომ რომ ძალიან ნაცნობია ეს ყოველ დღე და კი რა თქმა უნდა ხა მე ხშირად მithქვამს მშობლებისთვის რომ ალბათ
არ ვიცი, წარმოუდგენელია ალბათ შენ შულ სადღაც რო ტოვებ და სახში მიდიხარ. არც მინდა ამის წარმოდგენა. არ ვიცი ეს ხალხი როგორ უძლებს ამას, ეს ამაზე დიდი ტანჯვა მშობლისთვის რა უნდა იყოს. ჩვენ ვიყავით ერთადერთი, მე ძალიან ხმამაღლა ვიტყვი ამას. არ ვიცი ხა შეიძლება ვინმე შემეჯიბროს, მაგრამ მე ქედან ვიცი რომ ჩვენთან რო გადმოდიოდნენ სხვა დაწესებულებებიდან ყველა იძახდა, რომლებიც კოვიდის დროს მე არ ამიგრძალია მშობლის ამოსვლა რეანიმაციაში. ანუ როდესაც მშობლებს არ უშვებდნენ, იმიტომ რომ ქვეყანაში რა ხდებოდა გვახსოვს ყველას და როდესაც ხდებოდა და ჩვენც გქონდა ეს სერვისი, რომ ონლაინ რეჟიმში ხდებოდა ბავშვთან, ასე ვთქვათ, მშობელთან კომუნიკაცია და ბავშვის ასევე სურათების, ვიდეოების და ასე შემდეგ. მაგრამ ვიფიქრე რომ ეს არის წარმოუდგენელი. ეს ახლა რო წარმოვიდგინე მე, რომ ჩემი შვილი შეიძლება სადღაც იწვეს და მე შეიძლება უბრალოდ სურათი გამომიგზავნოს ვინმე ამ ვიდეო მანახოს, ეს სრულიად შევიშალე და ადმინისტრაციასთან ერთად რაღაცნაირად ეს საკითხი გადავწყვეტე და ამომყავდა რაღაცა აი 2-2, 3-3, სხვა მცირე რაოდენობით ნიღბებით, ყველაფრით შეერაღებული, ჯერ თავიდან ვიწყებ, ჯერ სად იყო მაშინ ტესტებიც არ იყო, ტესტები რო შემოვიდა, მე რაღაცა ვიცოდით რომ თქვა და არ უნდა ქონოდა სიმპტომი, მთელი ამბავი, ხო? აი ძალიან და ვთვლი რომ რაღაცა აი რა ვიცი, ძალიან მეამაყება ეს რო ძალიან კარგი, ისე დაინფიცირების შემთხვევა გქონდა აი კოვიდის პერიოდში ბავშვებში. როგორ არ მქონდა ბავშვებში და ჩვენ სხვათა შორის სანამ სახელმწიფო ვთქვათ აი პირველი შემთხვევები რო ასე ვთქვათ აღმოჩნდა, ახლა ჩვენ გვახსოვს რომ ჯერ არ იყო გამოყოფილი სპეციალიზირებული კლინიკები, სადაც წავიდოდა ეს ადამიანები და ძალიან მახსოვს ეს მიმოწერა გვაქვს ამ ნეონატოლოგებს და იქ დაიწერა რომ ნეონატალური სამსახურები ვერ მიიღებენ ახლა კოვიდით დაავადებულ ახალშობილებს როგორ და ახლა მე არაფერი არ მივიწერე, იმიტომ რომ მე უკვე დაბარებული ვყავდი ადმინისტრაციას და ვიცოდი რომ ყველა სიცხიანი ახალშობილი ავტომატურად უნდა მოსულიყო იაშვილის კლინიკაში. ეს დღე არასდროს არ დამავიწყდება. ან რა გავიარეთ ის თვეები, სანამ გამოიყო ამისთვის მერვე საავადმყოფოს ბაზაზე დაწესებულება, იმიტომ რომ არაფერი ბევრი არ ვიცით დაავადების შესახებ. მაშინ მივწერე ჩემ კოლეგებს ამერიკაში რაღაც დავიწყე რაღაცების, აი რაღაცა შიდა სტანდარტი, შიდა პროტოკოლი, ხო, რაღაცა აღჭურვილობაც, აი ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ადმინისტრაციის და ევექსის ადმინისტრაციის მაშინ, იმიტომ რომ რაღაცა წარმოუდგენელ დღეში ვიყავით რა და თან ეს ბავშვები მახსოვს ეს პირველი ზარიც მახსოვს იმას რა დამავიწყე მშობლები ჩამოვიდნენ იტალიიდან და ოჯახში და იქ იყო ორსული, რომელსაც იმშობიარა მე და ამას ციცხე მისცა ამ ბავშვს და კონტაქტი ოჯახის წევრები ახალი ჩამოსული და სახში ვარ, შაბათი დღეა და მირეკავენ და ვიღებ მეთქი ახალშობილს და მახსოვს არც დავმალავ ამას, რომ დავრეკე განყოფილებაში და მითხრეს, რომ რაღაცა ყველას ეშინია პალატაში შესვლა. და შენი რეაქცია როგორი იყო? ეხლა ჩემი რეაქცია არ იყო, თვალთ ასიამოვ და მე ვთხარი მოვდივარ და აბა დამხვდით ეხლა ვის ეში არ შედის პალატაში. ხო და მივედი და მითხრეს რომ არა ნინო იქ მოყვა განაწილებული გვაქვს ყველაფერი. მე მესმის ეს ძალიან ადამიანურია. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. თან მაშინ როდესაც კოვიდის შესახებ არაფერი არ იცოდა და თან უყურებდით ამ იტალიას რაღაცა სასწაული ხდებოდა, ჩინეთს სასწაული ხა, მაგრამ მაშინ მე ვთვლი რომ იაშვილის კლინიკამ როგორც პედიატრიულმა დაწესებულებმა და ამას სხვა შორის არავინ არ ამბობს და მე მინდა რომ ეს ვთქვა რომ იაშვილის კლინიკა იყო მაშინ პლაცდარმი სანამ გაირკვა საწავიდოდა ეს ბავშვები. ანუ ჩვენ უნდა მიგვეღო ყველა მძიმე ბავშვი რომელსაც ჭირდებოდა ჩვენი კლინიკა და ასევე უნდა მიგვეღო ეს ბავშვები გაურკვეველი ცხელებით სანამ გავარკვევდით კოვიდი ქონდა თუ არა და სივრცეების გამოყოფა, ამის ისე გაკეთება რომ სხვა ბავშვი არ დაასნებოვნო, წარმოიდგინე ეს იყო რაღაცა წარმოუდგენელი შრომა და არ ვიცი რამდენი ადამიანი იყო ამ ამბავში ჩართული და აი არ ვიცი ყველას მიმართ მაქვს საოცარი მადლიერების გრძნობა და არ ვიცი ყველა ადამიანი მახსოვს და არასდროს არ დამავიწყდება აი ეს პირველი რაღაცა სიგიჟე რაც გჭირდა. ხო, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ნინო, რა მინდა იცი, კითხვა აი უყველას დიდი ხნით რამდენ ხანს დარჩენილა ნეონატოლოგიურ განყოფილებაში ბავშვი შენთან? იმის და მიხედვით თუ რა პრობლემით წევს ბავშვი, მაგალითად თუ კი აქ ვლაპარაკობთ ჩვენ ან თანდაყოლილ რაღაცა სიცოცხლესთან ძნელად შეთავსებად მდგომარეობაზე, ან ვლაპარაკობთ უბრალოდ ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებაზე, ეს იქნება დროული თუ დღენაკლი ბავშვი, სამწუხაროდ ესეთი პატარები მათი დაზიანების შეუქცევადობიდან გამომდინარე ვერ ეწერება ბინაზე, ეს არის პალიატიური პაციენტები და ისინი შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე
ადგილზე დარჩნენ ჩვენს კლინიკაში, ჩემს განყოფილებაშიც. დღეს არ არის ესე მარტივი პალიატიური საწოლების, ასე ვთქვათ, ქვეყანაში საკმაოდ სიმცირეა და ყველა მშობელს კიდე არ აქვს იმის საშუალება, რომ სახლში წაიყვანოს ესეთი პატარა და სახლში შეუქმნას ეს გარემო და პირობები, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი შესაქმნელი პირობები. ეს ბავშვები შეიძლება დარჩნენ ხანგრძლივად, მაგრამ ასევე ჩვენთან რჩებიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მაგალითად, აი ამ წუთში მყავს უსაყვარლესი 5 თვეა ჩვენთან წევს ეს პატარა, ნაწლაური პრობლემით, რომელსაც დაჭერდა რამოდენიმე ოპერაცია, რის ფონზეც ნაწლავის დიდი ნაწილი იქნა ამოჭრილი. შესაბამისად, ის რაც დარჩა არის ძალიან პატარა, ამას ქვია მოკლე ნაწლავის სინდრომი და ჩვენ მას ვზრდით, ანუ მის ნაწლავს ნელ-ნელა ვასწავლით, როგორ შეიძლება მიიღოს საკვები, ისე რომ ეს საკვები დარჩეს, შეიწოვოს, გაიზარდოს პატარა, იმიტომ რომ ცოტა არის ის რაც უნდა ყოფილიყო ძალიან გრძელი და დიდი, შეწოვის პროცესი არის ძალიან დარღვეული. ესეთი ბავშვები რჩებიან ხოლმე 5, 6, 7 თვის მანძილზე. ეს არ არის პირველად. შემდგომ უკვე ჩვეულებრივად ჩვეულებრივად როგორც კი ისინი სრულ ენტერალურ კვებაზე გადავლენ, როცა მათ აღარ ჭირდება ინფუზიური კვება, პარენტერალური კვება და მათ შეუძლიათ პირდაპირ მისცეს საწოვარი ან პირდაპირ მისცეს კოვზით საკვები, მაშინ ეწერებიან ბინას. ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვა, იმიტომ რომ ნეონატოლოგიაში ბიოეთიკური საკითხები ძალიან ესეთი აქტიურად შემოდის, ძალიან ბევრი დილემები არის ხოლმე, ხო, განსაკუთრებით მაგალითად, როდესაც იცი რომ რაღაც სინდრომი გაქვს და იცი რომ ეს ბავშვი იცოცხლებს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეულ ასაკამდე და ასე შემდეგ, ხო? მოდი პირდაპირ გითხავ და ძალიან გულწრფელი პასუხი მითხარი, ხო? ევთანაზიის მომხრე თუ ხარ? ესეთი მარტივი სათქმელი არ არის ეს. თუმცა მე მქონია პრაქტიკაში, სადაც ვისწავლე პრაქტიკულად ნეონატოლოგია იმ ქვეყანაში, ჩვენ ამას ასე ვთქვათ, არჩევანის საშუალებას ვაძლევდით მშობელს. ჩვენ ყოლია ბავშვები, როცა მშობელმა ან არ იცის, ან იმიტომ რომ არ ქონია წესიერი ანტენატალური მოვლა, თქვათ ძალიან ისეთი დედა, რომელიც ლიმიტირებული ანტენატალური მოვლის ქვეშ იყო და დაიბადა ახალშობილი, რომელსაც აქვს გენეტიკური სინდრომი, ძალიან ძნელად შეთავსებადია სიცოცხლესთან. მას აქვს რამოდენიმე ორგანოს თანდაყოლილი მანკი, ოპერაციული ჩარევებიც კი შეიძლება დაჭირდეს თითოეულ ორგანოზე რამოდენიმე და ეს მაინც არ ასოცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ პაციენტი განწირულია მაშინ მუდმივი ტკივილისთვის, ტანჯვისთვის, ოპერაციული ჩარევისთვის და იქ ძალიან მშვიდად მე მახსოვს პირველად რომ დავესწარი ამ შემთხვევას, ჩემთვის ეს სრული შოკი იყო, მე არაფერი მსგავს საქართველოში ნანახი არ მქონდა. და მაშინ უთხრეს მშობლებს, აუხსნეს მდგომარეობა და შესთავაზეს, რომ არის საშუალება, რომ ჩვენ ეს არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება და გამოსავალი იქნება აუცილებლად ცუდი, მაგრამ ჩვენ შეიძლება ეს პატივი ვცევთ პატარას და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დასრულდეს მისთვის და მათ აძლევენ თქვათ ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, მაგრამ ისინი არ არიან, აი როგორ მინდა იცი ეს დავანახო ხოლმე, არ არიან მარტო მშობლები ამ ამბავში. ექიმს აქ ძალიან დიდი როლი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ჩართულია ამბავში და ამ სიმძიმეს ექიმიც იღებს თავის თავზე. ეს არ მინდა ისე ჩანდეს, რომ მშობელი წყვეტს, რომ დავამთავრებ ჩემი შვილის სიცოცხლეს რა. ანუ ექიმი აძლევს მათ აბსოლუტურ ინფორმაციას, სრულფასოვან ინფორმაციას და აძლევს ამას დადასტურებულს, მტკიცებულებებით, ასე ვთქვათ, განყარებულს და ყოფილა. ესეთი შემთხვევები ხარ რომ ვთქვა რომ ჩვენ ძალიან ხშირად გქონდა, არა, მაგრამ ქონია ესეთი შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში, არასოდეს საქართველოში ნამდვილად ჩვენი კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. ანუ აქ მსმენელისთვის გასაგები რომ იყოს აქტიურ ევთანაზიაზე საუბარი. ხო. რაც შეეხება ასევე მინდა ვთქვა რომ და შენი მსოფლმხედველობა როგორი არის ამ საკითხთან დაკავშირებით? იცი რა, ეს ძალიან რთული საკითხია. ეს არ არის მარტივი საკითხი და მე ხა ვერ ვიტყვი რომ რაღაცა რომელი მხარეა სწორი, მაგრამ მე როგორც ექიმი თუ ვხედავ ხა რომ ბავშვს აქვს იმდენი მანკი, რომლის უბრალოდ მორჩენა ფიზიკურად წარმოუდგენელია, ხო? მე არ მესმის რატომ უნდა იწვალოს ამ ბავშვმა, იმიტომ რომ ეს მართლა წვალებაა. ეს არის ტანჯვა ბავშვისთვისაც და ეს არის ტანჯვა მშობლისთვისაც. ჩვენ ამ ბავშვებს ვამყოფებთ აპარატზე, ვაძლევთ 1000 ტკივილ გამაყუჩებელ, 1000 მედიკამენტს იმისთვის, რომ ვთქვათ, სხვადასხვა ორგანო ფუნქციონირებას შეძლოს იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც ისინი შეძლებენ. ეს რისთვის კეთდება?
ეს რისთვის კეთდება, რომ ვთქვათ, ერთი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე გაგრძელდეს ეს მარადიული, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩარევა, ხო? მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ალბათ უნდა იქნას მიღებული რაღაც ეთიკურ საბჭოზე მშობლების მიერ და ყველანაირად და იქ ბევრი საკითხი არის. მეორე საკითხი, რაც ჩვენთან არ არის, ეს არის do not resuscitate. ეს რაც ნიშნავს, რომ არ გააგრძელო დაუსრულებელი რეანიმაცია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, ევთანაზია აბსოლუტურად სხვა რამეა და ეს სხვა რაღაც. არც ეს არ არის ჩვენთან საქართველოში. თქვათ, არ გააგრძელო დაუსრულებელი რეანიმაცია მაშინ, როდესაც ამას არაფრის სიკეთის მოტანა არ შეუძლია პაციენტისთვის, ხო? არც ეს, თქვათ, საკითხი ჩვენთან საკმაოდ ისე არის, ჯერჯერობით საკმაოდ ტაბუდადებულიც არის ვიტყოდი. მეორე, აი ჩვენ მაგალითად იაშურის კლინიკაში რაღაც პერიოდი გქონდა განყოფილება კარდიოქირურგიული. და ძალიან დიდი ფუფუნება იყო, იმიტომ რომ ყოველთვიურად ჩამოდიოდნენ გერმანელები, იტალიელები, ებრაელები, ქირურგები, კარდიოქირურგები და აბსოლუტური შოკი იყო მათთვის, იმიტომ რომ მათ იაშურის კლინიკაში ნახეს მანკები, რომელიც არ ენახათ თავის პრაქტიკაში, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ქვეყნებში სადაც განვითარებულია ანტენატალური სკრინინგი, ამ ტიპის მანკები, როდესაც იციან, რომ დაკავშირებული არის აბსოლუტურ სიკვდილობასთან, უბრალოდ შეთავაზებულია, რომ მოხდეს აბორტის გაკეთება. მოცილება ნაყოფის, იმიტომ რომ ეს გამორიცხულია, რომ ეს ბავშვი გადარჩეს და აბსოლუტური შოკი ჰქონდათ, რომ ნახეს, იმიტომ რომ ეს მარტო წაკითხული ჰქონდათ ამ მანკის შესახებ და საშუალება ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვები ყველა დაიღუპა ჩვენს კლინიკაში სამწუხაროდ და ვერც მათი გადარჩენა ესეთი მარტივი არ არის, რომ მარტივი იყოს. ჩვენზე უკეთეს ქვეყნებში გადარჩებოდა, მაგრამ აი ესეც ასეთ ქვეყნებში ვთქვათ, იმიტომ რომ ანტენატალური მოვლა კიდე განსაკუთრებულად ასე ვთქვათ, სხვა რანგში აქვთ აყვანილი და კომუნიკაცია მშობელთან და ინფორმირებულობა მშობელთან კიდე სხვა რანგში არის აყვანილი, ვთქვათ, ასეთი დილემები მათთან ნაკლებია. კარგი, მოდი გადავინაცვლოთ ამერიკაში. რომელ წელს წახვედი ამერიკაში და სამი გამოცდა, რომელსაც ახლა სხვათა შორის საქართველოში ძალიან მიხარია ხოლმე, რომ ძალიან ბევრი აბარებს და ხო. მე ძალიან მიხარია. და მაშინ იმ პერიოდში შენ როდესაც წახვედი ამერიკაში, ეს იყო რაღაცნაირად ჩემთვის ფანტასტიკა. ეხლა რომ ძალიან ერთეულები მიდიოდნენ და ურთულესი სამი გამოცდა. როგორ ჩააბარე ეს გამოცდა? მე წავედი, მე არ ვიყავი პირველი ნაკრები. მე წავედი, გავთხოვდი და წავედი. მე სხვა გამოსავალი არ მქონდა. ძალიან დიდი წინააღმდეგობებით წავედი, ესე იგი არაფრით არ მინდოდა წასვლა, მანამდე არაერთხელ ვიყავი გერმანიაში. ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი ასევე არის ბატონი ირაკლი ცხილაძე და რომლის წყალობითაც არაერთხელ მოხვდი გერმანიაში და ვიძახდი რომ არ არის საჭირო ეს ამერიკა და მით უმეტეს ხა ჩემო მეუღლემ ჩააბარა, იმან დაიწყო რეზიდენტურა და მე უნდა წავსულიყავი და სულ მქონდა რომ შენ რო იქ იყო და მე რო აქ ვიყო და რაღაცა და რაღაც არ მინდოდა არაფრით. არა და მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდი ამერიკაზე, მაგრამ ეს რო დღე რო დადგა, მივხვდი რომ ეს არ იქნებოდა ხან მოკლე წასვლა და თან მანამდე მქონდა ამ გერმანიაში ყოფნის პერიოდი და ძალიან გამიჭირდა რაღაცა საშინელი ეს ნოსტალგია და დეპრესია მქონდა და ჩავედი ამ ამერიკაში და აქ ასე თუ ისე რაღაც ახალგაზრდა ექიმი ვარ, რაღაცას ვაკეთებ, მგონია რომ რაღაცა ვიცი და უცებ იქ მითხრეს რომ ახლა თუ შეგიძლია მოხვიდე კლინიკაში, იყო ობზერვერი, უყურო ძარასაც გინდა რაც, მაგრამ შენ თუ გინდა ექიმობა იგივე გზები უნდა გაიარო, რაც გაიარა გიამ, ჩააბარო სამი გამოცდა და რა ვიცი, მთელი ამბები რა და გია ძალიან დიდი ის იყო, ასე ვთქვათ, მოტივატორი ამ ამბავში. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ხალხნობს, მე სულ ვიძახე ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ შეუძლებელი. არაფერი ამის შეუძლებელი არ არის, ყველა შეუძლია წიგნის კითხვა. უბრალოდ უნდა შენ თავს უთხრა, რომ რაღაცა პერიოდი შენი ცხოვრების მოგიწევს ძალიან დიდი და სქელტანიანი წიგნების კითხვა და განსაკუთრებით ამ პირველი მეორე სტეპი უფრო რთული ჩასაბარებელი. ეხლა მე ვაბარებდი და ეხლა კიდე უფრო გაადვილებული, იმიტომ რომ 1000 პროგრამები შეიქმნა სპეციალიზირებული, რომელიც არის ძალიან ფოკუსირებული იმაზე თუ გამოცდაზე, იმიტომ რომ სტეპები რას ნიშნავს, რომ სამი კურსის მასალას აბარებ ერთ გამოცდაში, მეორე სამი კურსის მასალა მეორე გამოცდაში, მე მიდის პაციენტთან ურთიერთობის ზეპირი გამოცდა და ასე მე მესამე გამოცდა კიდე კლინიკალ რაღაც. მოგეთ მთელი ამბავია, მაგრამ გიამ როდესაც ჩააბარა, მე არ ვიცი აი იმ თაობამ როგორ ჩააბარა, ეს მე მახსოვს გია რომ დადიოდა და ანკარაში დადიოდა როგორც მახსოვს ამ მაშინ სად იყო აქ ერთ პერიოდი აქაც ბარდებოდა ეს გამოცდები მე საქართველოს მე მგონი ერევანში მიდიან, ზუსტად არ ვიცი, თურქეთში კი და ეს თაობა დადიოდა
და ანკარაში და ესენი მახსოვს აი როგორ აბარებდნენ იმ წიგნს მე არ ვიცი დღესაც არ ვიცი ეს ხალხი და ესაც წერდნენ ემეთი ჩვენ დროს მე უკვე ჩავაბარე ელექტრონულად რა 9 საათი ზიხარ და აბარებ თითო გამოცდას მაგრამ ხო თან უყურე მაშინ ის მოდი პირდაპირ ვთქვათ რა ახლა ინგლისური ენის პრობლემა მეტნაკლებად გადაჭრილია და გიამ როდესაც ეს ჩააბარა ხო ინგლისური ენა ეს სალაპარაკო ძალიან იშვიათად იცოდნენ ადამიანები იმიტომ რომ ჩვენ ნუ კარგად ვიცოდით რუსული კი მიუხედავად იმისა რომ მე ოჯახში ნუ მამა ჩემს ქონდა ეს საშინელი ის რომ ძალიან ბაღში ვიყავი რომ შემიყვანეს კერძოდ ინგლისურზე და ნუ ბაღიდან დავდიოდი სულ ინგლისურზე ოჯახის მე და ჩემი ძმა სკოლაში და ყველგან მაგრამ ეს არ ნიშნავს მაინც არაფერს იმიტომ რომ ეს მაინც არ იყო ის ცოდნა ხო რა თქმა უნდა ხო და კი ნამდვილად რთული იყო მაგრამ რა ვიცი მე სულ ვეუბნები ჩემს ახალგაზრდებს რომ წახვიდეთ უნდა აუცილებლად უნდა წახვიდეთ უნდა ნახოთ წესიერი უნდა ეზიარონ მე სულ ვიძახი რას ნიშნავს კლინიცისტობა და რას ნიშნავს კლინიკური მედიცინა რას ნიშნავს მულტიდისციპლინური გუნდი და მე აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ამ ქვეყანაში ყველანი თუ არა რაღაცა ფორმით მაინც უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში ჩართულები არ ვიცი იცი რა არის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადო რასთან დაკავშირებით იცი რომ შენც და გიასაც და მე მინდა რომ გიაც იყოს ჩვენი პოდკასტის სტუმარი შესანიშნავი კარიერა გქონდათ ამერიკაში და აბსოლუტურად უზრუნველად შეგეძლოთ არც ჩამოსულიყავით, არც დაბრუნებულიყავით საქართველოში. ამიტომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ ორ დიდ ექიმს გიხდით ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ დაბრუნდით და ამ ქვეყანას ემსახურებით. ნინო, მოდი ერთი პირადი ხასიათის შეკითხვა მინდა დაგისვა. რამდენადაც მაგარი ხარ სხვის შვილებთან, იმდენად სუსტი ხარ საკუთარ შვილთან მიმართებით. იმიტომ რომ მე ვიცი შენ, რომ როდესაც შენი ბიჭი გაჩნდა, ძალიან ისეთი პანიკები დაგეწყო. კი, დღემდე გუშინ დაეცა და მეგონა რომ ხელი მოიტეხა და მივხვდი დავჯექი სკამზე, იმიტომ რომ ერთი წუთით მივხვდი რომ ძალიან ცუდად გავხდი, სანამ გავსინჯე და მივხვდი რომ ხელი არ ქონდა მოტეხილი. ხო, აი ეს რა ფენომენია, აი სხვის შვილებთან ძალიან მაგარი ხარ საკუთარ შვილთან, აი ძალიან დიდ სისტემაში. 18 წელი ველოდებოდით. 18 წელი ველოდებოდით და რა მაგარია, როდესაც მედიცინა ვითარდება და საშუალება გეძლევა, რომ რამდენი ადამიანი ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ არ ქონდა ამ ბედნიერების, ვთქვათ, ეს შეგრძნების საშუალება, ხო და ისე ველოდებოდით ამ ბავშვს, რომ ესე თუ გამომიყვანდა საერთოდ წყობიდან და ასე თუ რაღაცნაირად არ ვიცი, ასეთი სუსტი თუ ვიქნებოდი მასთან ვერ წარმომედგინა. იმიტომ რომ არ ვიცი, ნუ აი როდესაც მას ეხება რამე სრულიად არაადეკვატური ვარ. პირდაპირ ვიძახი რომ არაადეკვატური ვარ, იმიტომ რომ ალბათ ჩემი პროფესიიდანაც გამომდინარე სულ ცუდზე ვფიქრობ პირველ რიგში და სულ მეშინია რომ რაღაცა ისეთი არ მოხდეს და ხო, არ ვიცი. მე სულ ვეუბნები, რომ ჯერჯერობით საერთოდ შოკის მომგვრელია, რამდენად რთულია თურმე შვილის გაზრდა. მე ჩემ მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ ამას როგორ მალავდით, მეოთხე, ამას რატო არავინ არ ამბობდით. გავიგე, რომ ახალგაზრდები ყავით, პატარები შეიძლება ხომ შეიძლება სხვა ასაკში გამიჩნდა, მაგრამ ეს როგორ შეძელით, იმიტომ რომ ეს ხო რაღაცა წარმოუდგენელი პასუხისმგებლობაა. თან რაღაცა ამ არსების მიმართ გაკ რაღაცა ენით აუხსნელი სიყვარული რაღაცა საიდან მოდის ერთჩვენიერ დღეს არ არის და მე ჩდება ერთჩვენიერ დღეს და რაღაცა ყველაფერი შეგიძლია მისთვის გაიღო ყველაზე ძვირფასი შეგიძლია ხო მისთვის გაიღო და ამან გარდა იმისა რომ შემცვალა ეხა როგორც ბევრი კუთხით სამსახურშიც იცით აი მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე როცა მშობლებს ვესაუბრები არ ვიყო ძალიან სენტიმენტალური ექიმი იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ და შენ რო ბრძოლაში ხარ მე როდესაც აი მე როცა 18 წელი მკურნალობდი ამაზე ხო ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი მეან გინეკოლოგი ყოფილიყო და რეპროდუქტოლოგი აი მე ბრძოლი ადამიანი ხარ კი რეტირა ჩემთან ერთად ეთქვა რომ ნუ გეშინია ნინო აი ამდენი პროცენტი ხო გვაქვს შანსი და აქედან 100%-ს გავაკეთებთ და ყველაფერს ვიზამ ჩემ გვერდზე მე რაღაც ესე მგონია რომ ბრძოლაში ყველაფერს თავის ადგილი აქვს ტირილსაც ხელის გადასმასაც მაგრამ არ შეიძლება შენ მუდმივად ტიროდე პაციენტის მშობელთან ერთად. აი ეხლა სიმწრით ვიკავებ თავს, რომ
ვგრძნობ ხოლმე, რომ აი როდესაც მშობელი ტირის და უჭირს მშობელს, ხო ძალიან ვიკავებ თავს, რომ მეც არ ვიტირო მათთან ერთად და რამდენჯერ გავდივარ ხოლმე ოთახიდან, რაღაცა ამოვისუნთქა, ცრემლებს მოვიდა შემოვალ მე რომ იმიტომ რომ მეშინია ჩემი ემოცია რომ ანუ არა, ჩახუტებითაც შემიძლია ჩავეხუტო, მოვეფერო კიდევაც მათთანაც შემიძლია ვიტირო, ვეტყვი კიდევაც რომ იტირე, იმიტომ რომ ტირილი აუცილებელია, რაღაც უნდა ამოვიდეს, უნდა დაიცალო რაღაცისგან, რომ ამოსუნთქვა შეძლო და ფეხის ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ აი მივხვდი სხვანაირად მტკივა კიდე მათი ტკივილი, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცოდი მანამდე რა იყო შვილი არა, იმიტომ რომ შენ ახლა როგორაც არ უნდა გითხრას ვიღაცამ პერსონალური გამოცდილება არის მაინც სხვა. მე სულ ვიძახი, ჩემს რეზიდენტებსაც მაგას ვასწავლი, რომ როგორაც არ უნდა გითხრას ვინმე რომ კი ეს ტკივნეულია, თუ შენ ტკივილი არ გაგიცდია, ძალიან ძნელია რომ აღიქვა რა არის ტკივილი რა. ხო, აი პროცედურას რო უკეთებ ვიღაცას, ახლა არ ნიშნავს რომ ყველაფერი პროცედურა შენ თავზე უნდა გაიკეთო, მაგრამ ერთხელ მაინც თუ ექიმთან შენ როგორც პაციენტი არ ყოფილხარ, არ გაუსინჯი ხარ ექიმს, ხო ეს რაღაც უხერხულობა არ გიგრძნია, რომ რაღაცა უნდა გაიძრო, უნდა გაიხადო რაღაცა უნდა გაგსინჯოს ვიღაცამ, მე რაღაცა ისეთი რაღაცა კითხოს რაც შეიძლება არ გინდა რომ ყველას, ხო აი თავის უხერხულობები, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვაკეთებთ, ხო? ხო? ან რაღაცა გაგიკეთონ პროცედურა, რომელიც საკმაოდ ტკივნეულია, მაგრამ უნდა მოითმეო. ეს თუ არ გიგრძნია, რაც არ უნდა აგიხსნან ეს, ხო? ამას ვერ მიხვდები და მე ეხლა ხო აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებ, და სრულად ხვდები რატომ არიან ისინი ამ დღეში და როგორ მშობლებსაც გააჩნია, ხო, ზოგიერთი სრულად აი როგორ გითხრათ, ჩემსავით არის ხოლმე საერთოდ აი სრულად დაშლილი და გაუბედურებული, მაგრამ ზოგიერთი პირიქით მებრძოლია, ხო, ყოველს თავისი, ასე ვთქვათ, ის აქვს მექანიზმი, ასე ვთქვათ, დაცვითი, მაგრამ დღეს აი ჩემთვის კიდე სხვანაირი რამე არის. სულ მეგონა რომ ახლა ბავშვები მე ყოველთვის მიყვარდა და რაც თავი მახსოვს ექიმობა მინდოდა გაუაზრებლათაც კი და ძალიან გამიმართლა რომ გააზრებულადაც მომწონს ეს საქმე, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ჩემი შვილის დაბადებით სხვანაირად ვუყურებ კიდე მშობლებს, იმიტომ რომ რაღაცა ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერები არიან, იმიტომ რომ არ არის მარტივი შვილი რო ავატყავს, ამაზე დიდი რა ვიცი, გამოწვევა ადამიანისთვის, ხო, ნაკლებად მგონია რომ რამე იყოს რა, ნაკლებად მგონია რომ რამე იყოს, მით უმეტეს როცა პატარა ყავს შვილი და როცა ბევრი არაფერი არ შეუძლია მას და აი გუშინ დაიბადა და დღეს უკვე ოპერაციას უკეთებ, ხო, აი რა ძალა უნდა იპოვო შენ თავში, რომ აი ეს შეძლო რომ გადაიტანო, ხო, წარმოგიდგენი. თან საუბრის დასაწყისში შენ აღნიშნე, რომ თან ძალიან რთულია, როდესაც ტოვებ და შენ სახლში მიდიხარ. არა, წარმოუდგენელი. ჩვენ არა გვაქვს საქართველოში ის რომ ხა მშობელი და დედა, მამა ერთად იყვნენ პალატაში. მე მაგალითად სადაც გავიარე ჩემი სამედიცინო ტრეინინგი ამერიკაში, ის unity მე რო დავბრუნდი საქართველოში 2 წელიწადში, სადღაც 15-16 წელს გადავიდა patient per room, რაც ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ახალშობილი არის ცალკე ოთახში დედასთან და მამასთან ერთად. რამდენი ხანიც უნდა იყოს ეს ბავშვი იქ? პროცედურის კეთების დროს შედის სამედიცინო პერსონალი, მათეონებიან თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ გახვიდეთ. ეს კონტაქტი ეხმარება იცი რა არის? აი რაღაცნაირი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს თუ მხოლოდ ემოციური ნაწილია? რა თქმა უნდა ეხმარება, ჯერ ხო ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეგრეთ წოდებულია ეს kangaroo cares, რასაც ვეძახით, რომ კენგურუს ტიპის მოვლა, რომელიც მე თუ დრო გვექნა მოუყვებია, საიდან წამოვიდა ეს აბსოლუტურად უნიკალური მეთოდი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დედას უბრალოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე მიხუტებული ყავს ახალშობილი გულთან, ის როდესაც არის, თქვა, შეიძლება იყოს აპარატზე ეს ბავშვი ამ დროს, შეიძლება კანულით მიეწოდებოდეს ჟანგბადი, შეიძლება არც ერთზე იყოს, არც მეორეზე, მაგრამ და აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც აი ამ ტიპის მოვლის ქვეშ არიან, ხო, და რაღაც პერიოდულობით ეს უტარდებათ, უფრო ადვილად გადააქვთ ყველა ეს გამოწვევები, უფრო მალე მიდიან სახლში, უფრო კარგად იზრდებიან, უფრო ნაკლები პრობლემა. ეს ერთი. მეორე, მშობლისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი სტრესია მშობლისთვის, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც ელოდება შვილს, ხო, აი წარმოიდგინე, აი ელოდები, რომ ემზადები, რომ აი ძალიან მალე ეს უნდა წამოვიდეს სახლში და უცებ მერე ხდება რაღაცა და ვერ მოდის ეს ადამიანი სახლში შენთან ერთად და სადღაც რჩება ეს ადამიანი შენთან. ამიტომ თვლიან, რომ ეს არის რაღაცა ახალი ტიპის მოვლა, მაგრამ ეს ძალიან რთულია იმ ქვეყნებში, სადაც არ არის საკმარისი რაოდენობით ექთანი. ამას ნიშნავს, რომ ამას სჭირდება ცალკე საექთნო პოსტი. ამიტომ ამის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში დღეს წარმოუდგენელია. ხო, ექთნების თემა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ექთნები ერთ-ერთი სამწუხაროდ
ძალიან დასაფასებელი პროფესიაა, მაგრამ სამწუხაროდ უმნიშვნელოვანესი პროფესია და სამწუხაროდ ქვეყანას აქვს ექთნების ძალიან დიდი დეფიციტი ნებისმიერ დარგში. კი ბატონო, ზუსტად ესე. და ამიტომ რაღაცნაირად უყურე ეს მგონია რომ ცოტა საბჭოთა გადმონაშთის თემაც არის, იმიტომ რომ ექთნის შრომა ჰოსპიტალებში არ იყო ისეთი დაფასებული ხოლმე. კი. ეხლა როდესაც ჩვენ ევროპულ კლინიკებს უყურებთ, თუნდაც ამერიკულს, ხო, იქ ექთანს უდიდესი როლი აქვს. ხო, იმაზე მეც შეიძლება აკეთებდეს კონკრეტული პაციენტისთვის, ვიდრე ექიმი. ხო? არა და კარგ ექთანს უნდა კონდეს ძალიან კარგი ხელფასიც. კი. ნეონატალური სამსახური დგას საექთნო სამსახურზე. ძალიან ცოტა სამსახური დგას საექთნო სამსახურზე. ექთანი არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არის მედიცინაში დარგები, რომლებიც პირდაპირ დგას საექთნო სამსახურზე. მე რას უგულისხმობ ამაში? მე როგორც ექიმი ვატარებ შემოვლას, ხო, სინჯავ პაციენტებს ყავს თავიანთი დღის და ღამის ექიმები, რომელიც შევა გასინჯავს პაციენტს, ლაბორატორიულ მონაცემებს ნახავს, მაგრამ პაციენტს 24/7-ზე უვლის ექთანი. მათ აქვს თავისი, რა თქმა უნდა, განრიგი 8 საათიანია, 12-იანია თუ როგორ, მაგრამ ნუ საქართველოს ზოგჯერ 16-იანიც არის, რაც მე ვთვლი, რომ კატასტროფაა, მაგრამ მათ უვლის ექთანი და ამ ექთანს ჩვენ როგორ ყავს ჩაბარებული, რომ მძიმე პაციენტებთან ვცდილობთ, რომ ორ მძიმე პაციენტს ყავდეს ერთი ექთანი რა, ორი ერთზე, რასაც აი ძალიან კბილებით მიჭირავს ეს ციფრი, რომ არ გავუშვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც აი შენ რო დანიშნულებას წერს, შემოვა და უცებ გეტყვის, რომ არ მომწონს მე დღეს ეს ბავშვი. კი იყო დილით კარგი რომ გასინჯეთ, მაგრამ რაღაცა ინახეთ დღეს რაღაცა გულისცემის სიხშირე უფრო მაღალი აქვს. დღეს რაღაცა უფრო ნაკლებ აქტიურია და შენ დგები მიდიხარ და სინჯავ და იმიტომ რომ ეს არის აი როგორ გითხრათ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი ახალშობილთა რეანიმაციაში უცხოელები რო ჩამოდიან და ჩვენთან სტუმრად შემოდიან, მახსოვს ამერიკელი რამოდენიმე ბორდის წევრები რომ მოდიან ხოლმე ჩვენთან და სულ ყოველთვის მეკითხებოდნენ რომ როგორი ექთნები ყავს და ერთ-ერთ ყავდა შვილი ნიქიუში, ანუ ახალშობილთა განყოფილებაში თვეების განმავლობაში, როდესაც პატარა იყო და სულ მეუბნებოდა რომ კარგი ექთნები ყავს ნინო, იმიტომ რომ ექთანზე დგას ნიქიუსი. აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელიც იმიტომ შენ ახლა ღამე რომ ორიგე ხარ, 27 გიწევს, თუ ხა ამერიკაში მე 64 ბავშვი მებარა ღამე რომ ორიგე ვიყავი მე და ჩემს უმცროს ექიმს წარმოიდგინე და ბინაზე ეძინა ჩემს უფროს ექიმს რა, რომელსაც მე დავურეკავდი თუ რამე მიჭირდა, ან მოსვლა იყო საჭირო, ან რაღაც ვეღარ ვუმკლავდებოდი. ხა 64 ბავშვი როგორ შეიძლება ერთმა ექიმმა მართოს, ხო შენ სისტემა ისე კარგად არის აწყობილი, რომ შენ არც ერთს არ მიეცემა საშუალება, რომ ვერც ერთი ვერ გაგეპარება, იმიტომ რომ შენ ყავს ძალიან კარგი საექთნო გუნდი. და ნებისმიერი ეს, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი უბრალოდ არის გამოზრდის რეჟიმში, თითქოს აი უახლოვდება გაწერას და შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ვთქვა დაემართოს რაიმე ტიპის ჰოსპიტალშია ბავშვი ინფექცია და ამას შენ შეიძლება დილით რო გასინჯე არანაირი სიმპტომი არ ქონდა, მაგრამ აი ამას აუცილებლად ან საღამომდე სანამ შენ გასინჯავ აუცილებლად გეტყვის ექთანი, რომელიც კარგი. ამიტომ ყოველთვის აი მე იმდენი რამე ვისწავლე ამერიკაში ექთნებისგან, ეს იყო პირველი ჩემი მასწავლებლები. განსაკუთრებით თან ისინი უმეტესობა დიდი ხანი მუშაობდა ნიქიუში და ნუ ეს ცნობილი ხა ნიქიუს რო ვიძახი, ეს არის აბრევიატურა neonatal intensive care unit-ის რა და ცნობილი იყო კლინიკაში, რომ ნუ ამ დაწესებ, ამ დეპარტამენტის ექთნები არიან ყველაზე უხეშები, ყველაზე ჭკვიანები. უხეშებს რას გულისხმობდა რეზიდენტები, რომ არ მიგაკარებდა პაციენტზე. შენს ხო ხელში ჩაგარტყა. კი, არ მიგაკარებდა პაციენტი. პაციენტი აი მათთვის არის ყველაფერი, ხო, გესმით რა. და თქვენ უნდა გენახათ მათი ჩართულობა შემოვლის დროს. იმიტომ რომ ამერიკაში ექთანი მხოლოდ ინფუზიას კი არ დგამს და მხოლოდ პამპერს კი არ უცვლის და ტემპერატურა, რომელსაც ისედაც სინჯავს აპარატურა და გაჩვენებს. ისინი უსმენენ კიდევაც, ფონენდოსკოპია აქვს, ყველა პაციენტის საწოლთან ატოგედია. უსმენს და გეტყვის, რომ იცი რა არის გადაერთეთ სამედიცინო ტერმინი რო თქვა, ისევ შუილი მესმის, სავარაუდოდ ღია არტერიული სადინარი ისევ ღია აქვს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ ახლა მე, რაც ძალიან მინდა და ვცდილობ, რომ ეს დავნერგოთ ჩემთან დეპარტამენტში. ნინო, ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვა. შენი დარგი პედიატრიას ეკუთვნის, მაგრამ ის პედიატრიისგან მაინც განსხვავებულია და ჩვენ ყველას არ გვიყვარს ხოლმე, როდესაც ბავშვები ტირიან.
შენს განყოფილებაში ტირილის ინდიკატორი პოზიტიური ნაწილია უფრო თუ ნეგატიური? ანუ რატომ გეკითხები ამას, იცი? მივხვდი რატომაც მეკითხები. როცა ბავშვი ტირის, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ ის კარგად არის. ანუ რისი თქმა მინდა, კარგად მე იმას გულისხმობ, რომ ტირილს ჭირდება, როდის ტირის ბავშვი, როცა შია, როცა ცივა, როცა რაღაც აწუხებს, როცა დისკომფორტია, ან როცა უბრალოდ უნდა რომ ვიღაცამ ხელში აიყვანოს და ასე ვთქვათ, უმეტესობა ბავშვების, რომელიც ჩვენთან წვანან, სხვადასხვა სიმძიმის გამო. ტირილის თავიც არ აქვს. ზოგს ტირილის თავია, ზოგ უბრალოდ ვერ იტირებს, იმიტომ რომ ის აპარატზე არის, ვთქვათ, და აპარატულ სუნთქვაზეა და მას ფიზიკურად არ შეუძლია რომც იტიროს, ხო? მაგრამ ზოგადად მე არ მიყვარს როცა ბავშვები ტირიან, ეს იციან ჩემთან განყოფილებაში, იმიტომ რომ თუ კი ცოტა დიდხანს ტირის ხოლმე, სულ შენიშვნას ვიძლევი, რომ რატო ტირის დიდხანს, თუ ხელში აყვანა უნდა აიყვანეთ, თუ საჭმელი უნდა დროზე აჭამეთ, იმიტომ რომ არ არის ყოველთვის მარტო, ხა შეიძლება ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტირილი რაღაცა დიდი ხნით გრძელდება, მაგრამ მე ზოგადად არ მიყვარს როცა ხანგრძლივად ტირიან, თუმცა ტირილი ჩემთვის ყოველთვის კარგი ნიშანია და კიდევ ერთი ტირილზე სასიამოვნო მოსასმენი სამშობიარო ბლოგში არაფერი არ არის. აი ვინმე რომ მითხრას რა ხმა, სულამეს ვამბობ არის, იმიტომ რომ მე რომელიც ახლა იაშხუს არ აქვს თავის სამშობიარო ბლოგი და ეს არის ყველაზე დიდი ჩემთვის დანაკლისი, რომ მე არ მიწევს სამშობიარო ბლოგთან ის შეხება, რაც მქონდა ამერიკაში და სამშობიარო ბლოგში რომ ჩადიხარ იქ ხო აი რაღაცა 100 ხმული ვიყავით, იმდენი პეიჯერები გქონდა და ნუ ერთ-ერთი სამშობიარო ბლოგისა და იმაზე რომ იწერება 911 ეს ნიშნავს, რომ აი ყველაფერი უნდა დაყარო, რასაც აკეთებ და თავქუდ მოგლეჯილი უნდა ჩახვიდე. მიუხედავად იმისა, რომ როგორ არის, ცით რომ მიდიხარ ბლოგეობაზე, ის დიდი შკალა არის, ან შეიძლება დიდი ეკრანი არის, სადაც უკვე შენ იცი, ვინ იმშობიარებს. დღეს უკვე უყურებ ამ დღენაკლებს, სავარაუდოდ ახლა ამაზე ჩასასვლელი ვარ კონსულტაციები მან გასაკეთებელი, ესენი ალბათ ჩემთან ამოვა ამდენი საკეისრო და თან გირეკავს მე ან გინეკოლოგი რომ ნინო ამბობს ჩამოს, მაგრამ როცა 911 შემოდის, ეს რაღაცა გაუთვალისწინებელი და რაღაც სასწაული, ან ჩვეულებრივად ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მოხდა რაღაცა და გეძახიან. აი ვერ აგიხსენებთ რომ ჩადიხარ, რომ გააღებ ამ კარებს და რომ ემზადები, რომ აი ხა ყველაფერი უნდა მომზადეს, გამოვა, შეიძლება საჭირო გახდეს სასუნთქი გზების აღება იქ რაღაც და ეს ბავშვი რომ გამოვა და რომ დაიყურებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. იცი რა არის? ანუ შენ ყოფილხარ ექიმი, რომელსაც ბავშვების ტირილი აბედნიერებს. კი, ეს ცუდი არ არის. ჩემი ბავშვებისთვის ეს ცუდი არ არის. ნამდვილად ასეა. ისევ ამერიკას რომ დაუბრუნდეთ, ხომ შენ თქვი რომ მე არ მინდოდაო წასვლაო ამერიკაში. ანუ როგორ მოხდა ეს რო უფრო დეტალურად და ცოტა რაღაცა გავაყვითლოთ ჩვენი პოდკასტით, როგორ წახვედი, ანუ შემოთავაზება როგორ მიიღე რომ ამერიკაში უნდა წასულიყო. ჩემი მეუღლეს მოკლედ ვიცნობდი მანამდე საკმაოდ დიდხანს და მოკლედ როგორც იქნა გადავწყვიტე რომ გადამედგა ეს ნაბიჯი და შეგვექმნა ოჯახი და ეს პირდაპირ კავშირში იყო ჩემს წასვლასთან. მართლა ძალიან არ მინდოდა. სატყელი ჩემი ქმარი გავტანჯე, სუბტიროდი ამერიკაში 24 საათი ტიროდი. ეხლა რო ვფიქრობ, აი რა მატირებდა სიმართლე ამდენი ტირილით. ნუ გიაიძახდა რომ აი დაალპა სახლი, ყველაფერი დაალპა ამდენი ტირი. აი ყველაფერი მენატრებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი მენატრებოდა. თან გია რეზიდენტი იყო და ნუ სხვა შორის ამერიკაში ძალიან ბევრი რაღაცები გაადვილდა შედარებით. გიას ყოველ 3 დღეში 24 საათიან მორიგეობაზე იყო რა. მე ეს აიგრძალა, იმიტომ რომ რამდენიმე რეზიდენტი იქ დაშავდა, იმიტომ რომ ეძინა გზაზე, როცა მანქანაზე იჯდა სახში მიდიოდა და მიხვდნენ რომ ეს ფიზიკურად წარმოუდგენელია. ხალხი უბრალოდ აი უძილობისგან ამ sleep deprivation-ს. არ უნდა გადაიწვა ხო შრომასაც სრულად გადამწვარ. მე რო დავიწყე, რაღაცა 4 დღეში ერთხელ, 5 დღეში ერთხელ, ესეც აღარ არის ახლა. ძალიან ბევრად, იმიტომ რომ შეიცვალა, გაადვილდა რაღაცები და მაშინ იყო კატასტროფა. გია პრაქტიკულად საავადმყოფოში იყო, საწყალი მოდიოდა და მე ხო საერთოდ ვღნაოდი და კიდე ჩემთვის უნდა ასე ვთქვათ, რაღაცა მოტივატორი ყოფილიყო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და წლის ამი ეტაპი გამოცდის ჩასაბარებელი. წლის ამი ეტაპი გამოცდის ჩასაბარებელი, მე დაიწყო ეს რაღაცა გაუთავებელი მკურნალობა, ამ ინვიტროსი, ამ ბავშვი, ბევრი გამოწვევები იყო, ბევრი კუთხით და
სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდები, რომელიც არ იყო მარტივი, პრაქტიკულად ამ გამოცდებმა მე გადამარჩინა, იმიტომ რომ რაღაცა პირველად გიამ რა თქვა, რომ შენ ხარ უნდა წამოხვიდე ჩემთან ჰოსპიტალში და დაიწყო externship-ი. ეს externship-ი იმას ნიშნავდა, რომ დილიდან 5-მდე ჩამაბარეს ეს პროფესორ ერკინს, ეხაც მახსოვს ეს ულამაზესი 2 მეტრიანი შავკანიანი მამაკაცი რომ შეხვდავდი აი რაღაცა NBA-ს რაღაცა კალათბურთელს გავდა, აი წარმოუდგენლად კარგი მეან გინეკოლოგი და არ ვიცი ეს კაცი ხო გეუბნები რატო გადაწყვიტა ამ კაცმა რომ მივედი რაღაცა 3 კვირიანი იმისთვის და 4 თუ 5 თვე დავდიოდი ამ კაცთან ყოველ დღე და მითხრა ერთ კვირაში რომ ხვალ მე და შენ ერთად შევდივართ საოპერაციოში. მე ვთქვი მე საოპერაციაში არა ოპერაცია ნანახი მქონდა მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო თქვა. აი მან მასწავლა როგორ უნდა დამეჭირა სკალპელი მაკრატელი საოპერაციო. არ ვიცი აი რატომღაც ჩათვალა რომ მიხვდა რომ მაინტერესებდა. თან რაღაცნაირად ალბათ ის ქონდა რომ აი საიდანღაც ჩამოვიდა. ესე წარუდგინა ჩემი თავი პირველ კვირას რეზიდენტებს რა. ნინო არის ქვეყნიდან სადაც კონტრაცეფციის ყველაზე მიღებული მეთოდი იყო აბორტი. ნუ ძალიან ცუდად გავხდი, იმიტომ რომ არ მეგონა ხა ამას თუ იტყოდა და სად ჩამძვრალიყავი. იმიტომ რომ მე მყავდა პაციენტი ამ ქვეყნიდან, რომელსაც ჰქონდა 25 აბორტი გაკეთებული ამ კაცმა. თქვა, ნუ სიმართლე იყო, მაგრამ ნუ ესე იყო და ძალიან კარგი იუმორი ქონდა მოკლედ და ნუ აი პროფესორ ერკინსთან, რომელიც იყო პერინატოლოგი, ანუ დავდიოდი როგორც გინეკოლოგიურ ოპერაციებზე, დავდიოდი სამეანო საკეისროებზე, ვნახულობდი ამ ყველაფერს მაკეთებინებდა, რასაც ქვია და თან კვირაში ერთხელ უნდა გამეკეთებინა მოხსენება ინგლისურ ენაზე, მაგრამ და წარმოდგინა სხვებისთვის რა, როგორც თავის რეზიდენტებს თხოვდა, ისე თხოვდა მე და ერთი კვირის მისული ვარ და მახსოვს გია და ეს ქართველი რეზიდენტები რამოდენიმე ვიყავით იმ ქალაქში, კლივლენდში, ხედავენ რომ ჩავედით ესე დიდი სასადილო იყო და რაღაც ერთი კუთხეში ესე წყნარ მაგიდასთან დავჯექით, ეს ხო მიღებულია ყველას რაღაცა თავისი ის უჭირავს რაღაცა სამხარი თუ სადილი თუ რასაც ჭამსაც ვიყიდეს თუ ლანჩი თუ არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა და მე ყვები ამ ჩემ თემატიკას და გიას ეურეკამ და მე კაცო ნინო ზისო და რაღაცებს ახსენებსო ერკინსო და ამიტომ ერთი კვირის მისული აი ესეთი ადამიანი იყო რა და არ ვიცი აი სულ ვიძახი რომ ხო არის რომ რაღაცა ადამიანი ხანდახან წუწუნებ რა არის ეს ცხოვრება ესე და ასაკის რა მოაქვს რომ მიხვდე რომ რაღაცეები რაც გააქვს იმით უნდა დატკბე რაც არ გააქვს ან არ გამოვიდა ისე უნდა მიხვდე რომ რაღაცნაირად ეს უნდა მიიღო როგორც არის ხო და აი რომ გავიხედავ ხოლმე ხო რაღაც ჩემ ცხოვრებაში იმდენი კარგი ადამიანი ყოფილა და იმდენ ადამიანს გაუღია კარი ჩემთვის და უთქვამს რომ მოდი ეს წაიკითხეს ისწავლეს ესე გააკეთე რომ რა ვიცი ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს და ბოლოს რო რეზუმირება გავუკეთოთ რაღაცნაირად ესეთი ცოტა ლირიული შეკითხვა მინდა დაგისვა შენთვის პირადად რა არის რა ღირებულება აქვს სიცოცხლეს მე როგორც ადამიანი რომელიც უშუალო პროფესია სამწუხაროდ ძალიან ახლო შეხებაშია სიკვდილთან ვერ ვიტყოდი ახლა რომ თლაც შეთამაშებულები ვართ მაგრამ ხალხი რომელიც ვართ ახალშობილთა რეანიმაციებში თუ რა ვიცი პედიატრიულ თუ დიდების რეანიმაციებში ეს არის ხალხი რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ასე ვთქვათ ვცდილობთ რომ დავამტკიცოთ რომ რაღაცები შეგვიძლია და აი შეუძლებელი შეგვიძლია და ხანდახან სიკვდილის დამარცხებაც შეგვიძლია. მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენ ეს არ გვიქნია. მე ძალიან მჯერა რომ ეს არ ხდება მარტო ჩვენით, რაღაცა სხვა ძალებიც არსებობს ზევით და ერთი რაღაც ვიცი ნამდვილად, რომ სამწუხაროდ რამდენჯერაც იფიქრებ, რომ აი, როდესაც გაიმარჯვებ, რომ აი ეხლა ხვალ ნახე რას ვიზამ და ეს ხო სულ ესე იქნება, იმდენჯერ დაგანარცხებს. არც ერთი გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ასე იქნება მუდამ. და არც ერთი გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად ასეთივე წარმატებული იქნება. ხვალინდელი დღე იქნება ასეთივე რთული და არ ვიცი, ნეტა ყველაფერი ისე მოხდეს, რომ იყოს გამარჯვებული რა. სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქვს ადამიანს. ამაზე მნიშვნელოვანი ადამიანს არის ყველაფერი მოდის სიცოცხლის მერე. ცოცხალი რო ხარ, იმიტომ გინდება ყველაფერი. და ცოცხალ ადამიანს არაფერი იმაზე ძვირფასი არ ყავს, როგორც არის შვილი. და მისი სიცოცხლე. ამიტომ
ჩემთვის და ჩემი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და შვილი ორი სიცოცხლეა, მშობლის სიცოცხლეც არის და მისი პირადი სიცოცხლეც, რომელიც ის ბავშვებს. და როდესაც ხარ აი ამ პროცესში, ჩვენ ხოლმე ხშირად მithქვამს, რომ რატომ მიყვარს მე ჩემი დარგი და ჩემნაირი ადამიანები, ჩვენ ვართ ადრენალინის ჩვეულებრივი, აი ამ სიგიჟის ჯანკი, რასაც ეძახიან, ხო, აი ადრენალინის ნარკომანები, ესე ვიტყოდ, იმიტომ რომ ეს იმხელა ის არის, რა ქვია, რაღაცა მოზღვავება ენერგიის, რომ შეიძლება მივარდე რაღაცა ვთქვა თუ სუნთქვას ვერ სუნთქავს, სასუნთქი გზები აიღო, თუ ვთქვა იქ ჭირდება რაღაცა манипуляცია, რომელიც ისეთია, საკმაოდ არც თუ ისე მარტივი ჩასატარებელი ჩაატარო და მე ეს თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ამაზე დიდი არაფერი არ არის. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ ნიშნავს, აი როგორც კი მახსოვს ჩემი ეთენდი მომხარ, როგორც კი იფიქრებ, რომ ღმერთი ხარ, მეორე დღესვე დაგანახებს ღმერთი, რომ ღმერთი არა ხარ რა. და უბრალოდ ხარ ამ ფუნქციის შემსრულებელი. ამიტომ, რა ვიცი, ყველას ვინც ამ საქმეს აკეთებს, მიყვარს ეს ხალხი, იმიტომ რომ ამას რაღაცნაირი კიდე სხვანაირი სჭირდება, ასე მგონია. აი ისი თქმა მინდა, იცი რომ ყველა წარუმატებლობასთან ჩვენი ნაწილი მიდის და ჩვენი ნაწილი კვდება. მე ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებლობა ეს ესეთი ის არის, რომ ხო ნუ რა მოხდა დღეს არა, ხვალ გამოგვივა. არა. მაგრამ შენ რაღაცნაირად უნდა მოკიდო შენ თავს ხელი და უნდა უთხრა, რომ აი ხვალიდან ისევ უნდა შეძლო იქ მისვლა, ისევ უნდა შეძლო იმ საქმის კეთება, ისევ უნდა გააგრძელო ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს შარავანდედი დაგდევს სულ, ვისაც ვერ დაეხმარე და რა ვიცი, ძალიან მადლიანი საქმეა, მაგრამ ძალიან რთული საქმეა. გაუმარჯოს სიცოცხლეს. მადლობა რომ იყავით ჩვენი პოდკასტის სტუმარი. მადლობა ნინო სოლომონიას, ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით.